ახლეთ ღებვა მიცის ალბათ ესეთი შეყოლიება არ ვიცი რა დავარქვა ცოტა საღებავი რომ მომრჩა გადავწყვიტე თუ კი სადმე რამე იყო შესაღები შემეღება რომ არ გაფუჭებული იყო ეს საღება აი ესეთი ძველი სკამები მაქვს რომელსაც ეზოში კარგად ხმარობდეს დავშალე უკვე ახლა უნდა გავაახლო ახლა უსმევ ლაკს ეს ლაკი შემომრჩა ცოტა ყვითელი ფერია მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად ინახავს ყველაფერს რაც ეზოშია იახტის ლაკი ვიღებთ ძველი ბიდონი ამასაც რაიმე დეკორაციად გამოვიყენებ ჯერ არ ვიცი სად და როგორ მაგრამ რადგან მქონდა საღებავი გამარჯობა ბუზიც რა თქმა უნდა ლაკის წვეთები კი ეტყობა ცოტა უშნოდ მაგრამ რა უშავს ვიღებე ჭურჭლის დასადები და აი ეს ვანის თარო რომელიც ძალიან დაჟანგდა შევღები და ამასაც ლაკი უნდა წაუსვო ნახოთ როგორ რა გამოვა თუ უშველის ამას ხო ვერაფერი უშველი 1000 ჯერ შევღები 1000 ჯერ მაგრამ მაინც იჟანგება ვითომ გამოვიწერე ეს საღებავი ჟანგის საწინააღმდეგო მაგრამ არაფერი ძველი სკამი უკვე გავაახლე აი ასეთი ლამაზი ცოცხალი ფერებით და იმ სკამებსაც რომელიც წეღან გაჩვენეთ ასეთი დასაჯდომი ექნება ამ ფერებში ასეთი ნაჭრით და იქნება რაღაც ესე კომპოზიცია აი ასეთი რგვალი უკვე გამზადებული სკამის დასაჯდომი თუ რა ვიცი რა ქვია და ამაზე გავაკეთებ იმ ნაჭერს წეღან რომ გაჩვენეთ ნახოთ როგორი გამოვა აბა ახლა დავიწყეთ აი ასე ეს უნდა გადავაკრათ ამას ავიღოთ ახლა საჭირო ინსტრუმენტები და დავიწყოთ მივდივარ ჩემს უსაყვარლეს ულამაზეს ბუფეტთან და აგერ აქ მაქვს სანტიმეტრი მაკრატელი და ნემსი ცოტა დიდი ნემსი და ძაფები აი ეს ძაფი მოუხდება ხაზეთ საჭირო რაოდენობის ნაჭერი და ახლა გამოვჭრი ესეც ასე ახლა შევკეროთ აი ასე ვაკეთებ ხელით სხვილ ბლანს უკეთებ არ მინდა მთლად ისე წვრილად და რაღაც ზედმეტი ენერგია დავხარჯო იმიტომ რომ მაინც არ ჩანს ეს ადგილი მე ეს უნდა გამოვჭიმო და ამიტომ რამოდენიმე პირი მაქვს ძაფი 4 პირი თითქმის მზად არის ესე მოვჭიმავთ ჩავამაგრეთ და მზად არის ესეც მეორე ახლა წავედით დავამაგროთ სკამებს მე მომწონს ესეც გამზადებული სკამები